მე ბევრი წამიკითხავს ქართველების შესახებ, რომლებიც დიდი ხნის წინათ პალესტინაში ჩამოდიოდნენ, მათ ააშენეს ტაძრები, რომლებიც მაგალითად ეხლა სომხებს აქვს. ასევე მათ ააშენეს სხვა დიდი ეკლესიები იერუსალიმში. ასე რომ მე ძალიან კარგად მესმის ქართველების და მჯერა ქართველებსაც ესმით ჩემი, როდესაც ვამბობ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობებისთვის. და მინდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც დავამატო. ჩემი მიმართვა ასეთი იქნება საქართველოს ეკლესიის მიმართ, ქართველი დიპლომატების მიმართ, იმ საპატივცემულო თანამდებობის პირების მიმართ, როგორიც არის პრეზიდენტი და პრემიერი, რომ მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ახლო ურთიერთობა იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. More and closer relationship with the church in Jerusalem, which is the Greek Orthodox Church. I know his beatitude very well. მე ძალიან კარგად ვიცნობ მის უნეტარესობას, თეოფილე მესამეს. ის ძალიან გულმოწყალია, მას ძალიან კეთილი გული აქვს. და ჩემი პირადი გამოცდილებით მასთან ურთიერთობაში, ის არის ქრისტიანობის ავანგარდში იერუსალიმში. და საქართველოს ეკლესიის არ ყოფნა აქ დიდი დანაკლისია. და ველოდები იმ დროს, როდესაც ქართველები კვლავ ჩამოვლენ და უფრო ხშირად ესტუმრებიან წმინდა მიწას, ეწვევიან იერუსალიმს და თქვენი ურთიერთობები მის უნეტარესობასთან გაუმჯობესდება. გიორგი და ზურა, ის რაც თქვენ შეძელით, ეს მანამდე არავის გაუკეთებია. თქვენ დიდებული საქმე გააკეთეთ. თქვენ საძირკველი ახალ ურთიერთობებს ჩაუყარეთ. და იმედი მაქვს, რომ როდესაც დაბრუნდებით საქართველოში, სახელმწიფოს და ეკლესიის მეთაურები მოისმენენ ჩემ აზრს, მოგისმენენ თქვენ და იტყვიან, რომ მართალია ჩვენ ქართველები დიდი ხანია შორს ვართ წმინდა მიწისგან, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ. და ისე აღარ მოხდება, როგორც მე-18 საუკუნეში, როდესაც ქართველებმა მიატოვეს წმინდა მიწა და უკან აღარ დაბრუნებულან. და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ დაბრუნდებით და კიდევ უფრო უკეთესი ურთიერთობები გექნებათ მის უნეტარესობასთან. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მისი უნეტარესობის გვერდით დგას დიდებული პიროვნება, არქიეპისკოპოსი არისტარხო, რომელიც არის საპატრიარქოს სამდივნოს ხელმძღვანელი. და ველოდები იმ დღეს, როდესაც პირადად თქვენ ქართულ ხალხთან ერთად და საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფო მეთაურებთან ერთად იერუსალიმში კვლავ ჩამოხვალთ და ქართველები დაბრუნდებიან აქ. და იმიტომ რომ ზურაბ, თქვენ და გიორგი ხართ ამ სასწაულმოქმედი ხატის მცველები, რომელიც ჩემი სულის სიღრმეს შეეხო, მინდა გითხრათ ერთი რამ. იმ ოთახში, სადაც თქვენ გეძინათ და ხატი იყო დაბრძანებული, მე გავაკეთებ პოსტერს ხატის შესახებ და მე ამ ოთახს დავარქმევ ქართველების ოთახს ამ სასტუმროში. მე პირობას ვდებ, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებ. ისევე როგორც გავაკეთე 7 მწერლის ოთახი, რომელიც აქ მე-19 საუკუნეში იყო ჩამოსული. ასე რომ, როდესაც ქართველები აქ ჩამოვლენ და იკითხავენ, სად არის ის ოთახი, სადაც ზურაბმა და გიორგიმ ხატი დააბრძანეს, მე მათ მივიყვან და ვაჩვენებ იმ ოთახს და იქვე იქნება პოსტერიც ხატის შესახებ. ბოლოს მე მინდა გადაუხადო მადლობა ამ ინტერვიუსთვის. მე მინდა გადაუხადო ამ ადამიანს მადლობა მისი არსებობისთვის. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. აი გამონაკლისი რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობები რომ ჩამოყალიბდება მეგობრული ადამიანებს შორის, აი ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს მე და გიორგის. ჩემთვის ეს ადამიანი არის ნამდვილი ლეგენდა, მართალი რომ გითხრათ, ეს ინტერვიუ ვერაფრით ვერ შეავსებს ისტორიას, ვერაფრით ვერ ამოწურავს ამ თემებს, მაგრამ ჩემთვის ეს არის მასწავლებელიც, მაჩვენებელიც იმისა, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე როგორ უნდა შეინარჩუნო ადამიანმა ღირსება ბოლომდე და მე სულ ყოველთვის ვამბობ, როდესაც იერუსალიმში ჩამოვდივარ, რომ ეს ადამიანი
ეს ადამიანია პირველ რიგში ჩემთვის იერუსალიმი, იმიტომ რომ იგი მოიცავს ყველაფერს. მინდა მადლობა გადაუხადო ყველაფრისთვის, დავემშვიდობო და ვუსურვო, არ ვიცი, ვუსურვო ის, რომ ყველაზე მთავარი მან რაც შექმნა ეს საოცარი სამყარო იყოს იერუსალიმში, მანამ სანამ იერუსალიმი არსებობს.